მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლიშო შეშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ეკონომისტი ბიზინა გიორგობიანი. მოგესალმებით. დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩვენთვის. ძალიან ისეთი საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი ბრძანდებით. თქვენ თვალწინ გაიარა იმ ძიმე პერიოდმა საქართველოში, რასაც 90-იანი წლები ქვია, მოგიწიათ წასვლა. აი, ჯერ ესე რომ დავიდოთ პატარა რაღაც ისტორიული რაკურსით. ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი პირველი პრივატიზაცია როდესაც დაიწყო. ყველაფერი აქედან მოდის. თუმცა მერე იყო ბენდუქიძის პრივატიზაცია, მეორე პრივატიზაცია და ამ პრივატიზაციის შედეგად დღეს უკვე ყველანაირი კვლევებით ჩანს, რომ ყველაზე უთანასწორო საზოგადოება რეგიონში ვარ ჩვენ, რუსეთზე უთანასწორო საზოგადოება ვართ, აზერბაიჯანზე უთანასწორო საზოგადოება ვართ, სომხეთზე უთანასწორო საზოგადოებაც ვართ. თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით და სოფლის მეურნეობის ეკონომისტი ვარ განათლებით. და ხშირად გამოსავლად მოყავთ ევროკავშირი, ევროკავშირში თუ შევალთ, ჩვენ აი ამ პრობლემებს ავტომატურად მოვაგვარებთ. თუმცა მე არა მაქვს არც ერთი ისეთი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, განსაკუთრებით ბალკანეთის სახელმწიფოების, თუმცა არა მარტო ბალკანეთის სახელმწიფოების, რომლებმაც ძლიერიან, რა ვიცი, წარმოება, დასაქმება დაქსაქმების პოლიტიკა შექმნეს. აი ბულგარეთი ავიღოთ, ხო? მე მგონი 2 მილიონითაა შემცირებული. ხო, ნუ ემიგრაციაში წავიდე. რუმინეთსაც იგივე პრობლემები აქვს. ბალტიისპირეთი განსაკუთრებით. ბალტიისპირეთში დემოგრაფიის სამინისტრო არის სპეციალურად, ხო? მე ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ ნუ ეს ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს დაცარიელებას. ის გადაიქცევოს საქართველოს მოხუცების ქვეყნად რეალურად, სადაც ახალგაზრდები და განსაკუთრებით ტვინები, სამუშაო ძალა, არა მარტო ტვინები, სამუშაო ძალა გასული ქვეყნიდან. აი ამ ახალ რეალობაში, როდესაც უბრალოდ გამოჩნდა ჩინეთის ფაქტორი, როდესაც გამოჩნდა რაღაცა 3+3-ის ნუ რაღაცა პროექტის გამოჩნდა და საქართველოს რაღაცა როლი შეიძინა. რამდენად პოტენციალი გვაქვს, რომ იმ წარსულს რაღაცა მოვწყდეთ და ახალი რაღაც რეალობა დავიწყოთ. ბატონო, ეს ძალიან ვრცელი თემაა, ხა ჩვენი ფორმატი ამ ყველაფრის ესეთი ცლად განხილვის საშუალებას არ მოგცემს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც შეიქმნა ეს ქართული ბურჟუაზია, ბევრი დრო გავიდა, იმის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა ქონების გადანაწილება, ძალისმიერი გადანაწილებაც მოხდა სააკაშვილის დროს ძველი ბურჟუაზია ფაქტიურად, ვინც ვერ მოიყვანეს თავის ჭკუაზე, ისინი გააკულაკეს და თავის კარის ბიზნესმენებს ისქნეს, რა ქვია, გადაუნაწილეს მათი ქონება. ძირითადად ეს ხდებოდა იმ ბანკირების მეშვეობით, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან და რაღაც უსამართლობაზე ლაპარაკობენ. თქვენ ცხოვრობდით გერმანიაში. აი ესეც საბანკო სისტემა, როგორც საქართველოშია. აქვს ანალოგია ევროპაში? საბანკო სისტემა, იცით როგორ არის, ესე იგი, საბანკო სისტემა საქართველოში ძალიან ესე გამართულად მუშაობს, ოღონდ თვითონ ბანკის დანიშნულება არ არის ბანკი, ანუ ის არ არის ფინანსური ეკონომიკის, არა რეალ ეკონომიკის, არამედ ფინანსური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, არამედ ის არის მოდებული ყველაფერს. ბანკი აკეთებს მშენებლობებს, ბანკი აკეთებს დაუშვათ რაღაც სოფლის მეურნეობის პროექტებს, ბანკი, კი ბატონო, ვითომ კანონის მიიღეს, რომ არა ფინანსური აქტივების იმაში არ უნდა გადაიჭრას ბანკი, მაგრამ ეს კანონი ფაქტიურად ვერ მუშაობს, იმიტომ რომ მთელი ფინანსები კონცენტრირებულია მათ ხელში და თავისუფალი ფინანსები ფაქტიურად არ არის. ეხლა სახელმწიფო იქ სადაც სუბსიდიას აკეთებს დაუშვათ სოფლის მეურნეობაში, ხო, რაც ჩემი სპეციალობაა, რო გითხრათ, იქ არის როგორი რამე, იცი, რომ სახელმწიფო ეს დოტაციას კი არა, სუბსიდიას უკეთებს ბანკს ფაქტიურად, იაფი აგროკრედიტი რო გაიცემა, ბანკი გაცემს კრედიტს ჩვეულებრივად თავის პროცენტით და იმ შუაში მყოფ რაღაცა 11-დან 12%-მდე უფარავს სახელმწიფო ბანკს იმ შუალედს, რაც კრედიტი გაცა ჩვეულებრივი იმით, რა ქვია, ტარიფით ბანკმა. თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში, აი რასაც მე გეუბნები კონკრეტულად, არის ის, რომ აქტივების შეფასებას ბანკი ამ შემთხვევაში, აი იაფი აგროკრედიტზე რო ვილაპარაკოთ, ხო?
აქტივების შეფასებას აკეთებს იგივე მეთოდით, რა მეთოდითაც ბანკი აკეთებს შეფასებას, თქვათ, რო გინდოდეს ავტომობილის ყიდვა და კრედიტ, აი უпроსოდ ავტომობილი რო ჩააბარო და რო გინდოდეს ფული საჩქაროდ, ხო? რა მეთოდითაც გიფასებს იმ მანქანას, იმ მეთოდით გიფასებენ შენ იმ აქტივებს, რომ შენ აიღო IAF აგრო კრედიტი, რომელსაც ფარავს დიდ ნაწილს პროცენტისა სახელმწიფო. ანუ ეს პრობლემა განვითარებაზე ორიენტირებული არ არის, ეს არ არის ის ფული, რომელსაც ქვია რომელსაც ეკონომიკაში ქვია ჰუმანური კაპიტალი. ეს არ არის დაუშვათ სუბსიდირება, პირდაპირ საერთოდ ეს ცნობილია სოფლის მეურნეობაში, რომ პირდაპირ სუბსიდირება სოფლის მეურნეობაში ეფექტს ნაკლებად იძლევა. არის არაპირდაპირი სუბსიდირების ძალიან ბევრი ფორმა, რომელზეც სამწუხაროდ ეხა ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. აი ეს ბურჟუაზია, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როცა მოხდა პრივატიზაციასაც ვერ დავარქმევთ იმას, რაც იქ მორჩა, თქვენ გახსოვთ ის ცნობილი კადრები, ალბათ მაყურებელმა ბევრს აქვს ნანახი, თენგის სიგუარო უყვირის იქ მოლაპარაკებაზე მისულ უზენაეს საბჭოს დეპუტატებს, რომ მე ხომ გეუბნებით, რომ დაარიგეთ მიწები და ასე შემდეგ, რომ იმათ ეგონა, რომ ამ თითო ჰექტარ მიწას რო დაურიგებდი, იქ რამე გამოვიდოდა და ამით დაიღუპა ფაქტიურად სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას თლიანად, არა? სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა გაჩერდა, ეს დიდი სამეურნეო ერთეულები პატარ-პატარა მიწის დაქუცმაც და მიწა ვერ დაამუშავეს, ტექნიკა არ ქონდათ, არანაირი საშუალებები არ იყო, ცოდნა არ იყო, რა თქმა უნდა, ამას დიდი ცოდნა ჭირდება. ეხლაც ვიღაცები მილიონხომერი და Excel-ის ტაბელში დათვლიან, რამდენ ხანში უნდა გახდნენ მილიონერები თუ ამ ადამ ბაღს გააშენებენ და რაღაც, ხო? აი მაშინ როცა პირველი პრივატიზაცია მოხდა, მაშინ იყო ძალიან დიდი შეცდომები დაშვებული. განსაკუთრებით მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სახელმწიფო აქტივებთან დაკავშირებით. მოგვითხრათ აი როგორ მოხდა? მაშინ იცით რა შეესაქმე, როგორ გააკეთეს ეს გააკეთა, აი რაღაც სიები გაკეთდა, სოფლებში სიები გაკეთდა, ყოფილი კოლმეურნეობების მიწები და ესენი დაიარეს ამზომელებმა, მიწის ის არსებობდა მაშინ სამსახური, მაშინ არც ტოპორუკები იყო, ოღონდ არაზუსტი ტოპორუკები იყო, რა თქმა უნდა ეს რეესტრები მაშინ არ არსებობდა ისეთი ფორმით, როგორც ეხლა და ეს აზომითი ნახაზები და რაღაცები გაკეთებული იყო ხელით, წარმოიდგინეთ, ამიტომ არის ამდენი გადაფარვა, იქ მერე სატყეო ფონდები გადაეცა, მერე უკვე ბენდუქიძის დროს ეს ტყის ფონდი გაუქმდა და გადაეცა მთლიანად სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეს დანაწილდა, მერე ძირითადად დანაწილდა გამგებელი, მომგებელი, წამგებელი, მოსამართლე, პროკურორი, გუბერნატორი, მინისტრი, ვიღაცები და აი ამაზე გადანაწილდა იმას მეურნეობა არ იცოდნენ და არც იციან ახლა იმ ადამიანებმა და ის ადამიანები ახლა დგანან და აი მაშინ კუპონებზე აღებული და რაღაცები ფინანსიალიზაცია დაიწყო. კი ბატონო, ხო და თამაში. კი ბატონო, არა, თამაში არ იყო ფაქტიურად რაღაც ჩალისფასებად ჩაიგდეს ეს მიწები. თავდაპირველად და ეხლა იმ მიწებს, აი მაშინ წამოღებულ მიწებს უკვე ჰექტარის ფასი რაღაც იწყება დაახლოებით $2,500-3,000-დან თუ სარწყავია და მერე უკვე კაი ადგილასაა და კაი მიწაა და რაღაც ამოდის, რა ვიცი, ზოგი $20,000-25,000 დღეს უკვე ჰექტარი სოფლებში მიწა. აი შესაბამისად, ეხლა მარტო მიწას რო თავიდან სხვა ძირითადი საშუალებები რაც იყო, ეს ქარხნები, გადამამუშავებელი ქარხნებზეა ლაპარაკი, დიდი ინდუსტრიული ცენტრები რაც იყო. ხო, ეს ყველაფერი ფაქტიურად მოხდა რაღაცა ვაუჩერებით ამის გაყიდვა. ეს ვაუჩერები გადმოიღეს რუსეთიდან, რომან გოცირიძე და ეს მაგათი კაბინეტი იყო, მინისტრთა კაბინეტი მაშინ. რაღაცა ვაუჩერები, ეს ვაუჩერი საბურთალოზე იყიდებოდა ის რო არის მაშინ რაღაც ბირჟა ქვია და ერთი ვაუჩერი ღირდა 5,000 რუსული მანეთი. იმ 5,000 რუსული $5,000 მანეთი იყო დაახლოებით 10 თუ $15 რა. ხო და აი ამით ეს ვაუჩერები ზოგი თვითონ მერე შეისყიდეს, მოხდა ამის გაერთიანება, გამსხვილება, ვიღაცებმა ქარხნები გამოისყიდეს, ვიღაცებს მერე შევარნაძეს რო კითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ აიო როგორ აძლევდი თუ ამის საშუალებას, კარგ ბიჭებსო მე ამას ვჩუქნიდი, ხე ის კარგი ბიჭის კრიტერიუმი როგორ იყო მაშინ მე ვერ გეტყვი, ხაც აი ეს ძველი რაღაცა ჩვენთან ძალიან იმაშია ეხლა რომ აი deep state-ზე ლაპარაკობს თელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოს, ხო? ჩვენს ყავს ჩვენი deep state. და გერმანიასაც ყავს, საქართველოსაც და ყველა ქვეყანას ყავს თავის deep state და ჩვენი deep state წარმოქმნილია მაშინ, როცა იქ აი ბიჭებს რო ამ ქარხნებს
და რაღაც უძრავ ქონებებს რო ჩუქნიდნენ და იმათ აქვთ ეს ჩვენი მიწის კანონი, ვთქვათ, იგივე რო დაუბრუნდეთ ამას, რაზეც მე გეუბნებით, მიწის კანონი კი კრძალავს ეხა როგორც იქნა მიიღეს მერე რომ დაუშვათ არ შეიძლება ზედ ხანძრის დაწვა ასე შემდეგ უნდა მოუაროს როგორ უნდა შეინახოს მიწა როგორ უნდა გააკეთოს მიწის აღდგენა და ასე შემდეგ კანონში ეს ყველაფერი წერია მაგრამ სინამდვილეში ეს ვერ მუშაობს რეალობაში ვერ მუშაობს რატომ ვერ მუშაობს არ ვიცი ვერ მუშაობს ეხლა თქვენ რო გაიაროთ შემოდგომით ქართლის, კახეთის, იმერეთის, ყველა ნებისმიერ გინდა სამეგრელოში და გინდა ქვემო ქართლში განსაკუთრებით, მთელი რაიონები არის ბოლით დაფხურული, იმიტომ რომ მოსავლის აღების მერე ამ მინდვრებს წავენ. და ამით ეს ნიადაგი ნადგურდება. ცოდნის დეფიციტთან. ცოდნი ხო, იმიტომ რომ მამა-პაპა ნაცარს აყრიდა მიწასო და არ არის ეს ნაცარი, ის რაც მაგად გონიათ და არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ეს რო ადამიანებს აუხსნა და განათლება მიღოს, სკოლაში უნდა ისწავლონ. იცი რას ვაკვირდებით? აი ძირითადად სკოლაში ასწავლიან იმეებს, რა ქვია, ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები დაამზადეს რაღაცა მოჯანყე, გოგოს ზღაპარი, რაღაცა ასოც გენდერს ასწავლიდნენ და იმას არ ასწავლიდნენ, რომ მიწის დაწვა არ შეიძლება. ერთი ის ამაკ შეკითხვა მაქვს. აი ეხლა მეტნაკლებად წარმატებული ფერმერები საქართველოში ვინც არიან. მაინც ძირითადად აი ურბანული სივრცე თბილისიდან ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც დაბრუნდნენ. და სხვა ტექნოლოგიებით, სხვა ცოდნით დაბრუნდნენ. ცოდნა პირველია. რატომ ვერ ხდება ეგეთი ცოდნების დანერგვა სოფლებში და ასე შემდეგ. თითქოს ყოველ შემთხვევაში მე ესე მაქვს გაგონილი, რომ საქართველოს აგრარული სახელმწიფოა. არ არის, ხო, რეალურად არ არის აგრარული სახელმწიფო. მაგრამ იმ პოტენციალსაც რატომ ვერ ვიყენებთ? აი რაც გვაქვს, ხო? მაგის გამოყენებაც ხო არ ხდება. რა არის ამის, ანუ თავარი მიზეზები რო თავარი მიზეზები არის, კი ბატონო, თავარი მიზეზი არის თავი დავიწყოთ იქიდან რომ ცოდნა. თავარი მიზეზია ცოდნა. იქ როდესაც აგრარული უნივერსიტეტი გაიყიდა $5 მილიონ თავისი კვლევითი ინსტიტუტები, თავისი საცდელი მეურნეობებით, თავისი ბანკებით, ბანკში გულისხმობ მე იმ სათესლე ბანკებს დაუშვათ იქ შენახულს გამოყვანილს მევენახეობის ინსტიტუტი, მეხილეობის ინსტიტუტი, თავისი მინდვრებით და თავისი რაიონებში საცდელი სადგურებით და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთად გაიყიდა. ხო? იყიდა კახა ბენდუქიძემ და ხო, მაგრამ კერძოდ რო გადაიქცა, იქ ჩამოყალიბდა მე აგრარული სპეციალობებიც არის იქ, მაგრამ იქ ჩამოყალიბდა თავისუფალი უნივერსიტეტი, იქ ჩამოყალიბდა ყველა სახის რაღაცა ინსტიტუტი, რომელიც ნაწილი ფინანსდებოდა საქართველოს ბიუჯეტიდან, დიდი ნაწილი მოიზიდავდა გრანტებს გარედან და იქ გამოყავდათ თავისი სოციალური სელექცია მიდიოდა იმ ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან მე არა დაუშვათ რო დაუბრუნდეთ იმას, რასაც მე უნეოდი, რომ რატო ვერ ხერხდება იმის გავრცობა, რა ქვია, ამოწევა ცოდნის, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის ცოდნის, ხო, იმიტომ რომ იქ არ არის მთავარი პუნქტი და ყველაზე მთავარი არ არის ცენტრში არ დგას ის, რაც უნდა იყოს დაუშვათ აგრარული უნივერსიტეტის ცენტრში. არის დაუშვათ გერმანიის უნივერსიტეტებში და სხვა უნივერსიტეტებშიც იქ არის მემარცხენე მიმართულების პროფესორები ბევრნი არიან ცოტა კონსერვატორი პროფესორებიც, რომლებიც თავის პოლიტიკურ შეხედულებებს სტუდენტებზე არ ავრცელებენ და მათ აძლევენ ცოდნას. პირველ რიგში იმ პროფილით, რა პროფილითაც ისინი არიან პროფესორები. ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის. მათთვის მთავარი არის ის იდეოლოგიზებული ცოდნა, რომელიც უნდა გადაცეს მან თავის ხო, მაგრამ ეგ ეხლა თქვენ სპეციალობაში, აი რომელიც გამოვიყენებთ ასე შემდეგ, ხო? იდეოლოგია რა შუაშია? იდეოლოგია იმ შუაშია, რომ დაუშვათ გეუბნებიან შენ რომ სოფლის მეურნეობას არ უნდა კონდეს დოტაცია. აი ამაშია, კახა ბენდუქიძე ამბობდა რომ რატო უნდა ვიყიდო ქართული ატამი, როცა თუ უფრო იაფია ვიყიდე არგენტინას. მაგრამ იქ რო დაუშვათ უთხრა შენ რომ ევროკავშირში რომელიც ესე გაფეტიშებულია საქართველოსში და არავინ არ იცის პროტექციონისტული ბაზარი მე მგონი აბსოლუტურად, ესე იგი მათ იქ ყველა ქვეყანაში ევროკავშირის სოფლის მეურნეობა არის სუბსიდიის ქვეშ, ყველა აბსოლუტურად. და აქ ჩვენთან ეს ითვლება ცუდონად და აი ყოველთვის ამოგაცახებენ რომ
ეგ რა გვინდა ჩვენ როცა მაგას სუბსიდია ჭირდება სუბსიდია, მაგრამ ეს დაკავშირებულია სოციალურ პროექტთან, თან იმის რომ ადამიანი მიწასთან იყოს სიახლოვეში და დაუშვათ მთელი საქართველო თბილისში არ ცხოვრობდეს, ან კიდე რამოდენიმე 2-3 ქალაქშია რა. მე დემოგრაფიულ დემოგრაფიული საკითხია, იმიტომ რომ ქალაქი მეგაპოლისი დემოგრაფიულად აფერხებს განვითარებას. თავისთავად, კი არ აფერხებს პირიქით კლებისკენ მიდის. ასეა კი. აი მეორე საკითხი, აი ხშირად სმენია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები მაგალითად თურქეთთან. რომ ის ჩვენ პროდუქციას ძირითავს. ეგ ახლა ლეგენდა არის, რა არის ამ დებულებაში ლეგენდა? და რა არის სიმართლე? ესე იგი, არის აგრარული პოლიტიკის სახელმძღვანელო ვიცკია მისი ავტორი, სადაც თავიდანვე პირველივე ტომში არის მოცემული და წერია ის, რომ თავისუფალი ვაჭრობა აგრარული პროდუქციის ხარისხისთვის და რაოდენობისთვის და მრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით ხარისხისთვის და ფასისთვის არის ძალიან კარგი. როგორც კი სასაზღვრო ბარიერი წესდება, დაუშვათ მეზობელ სახელმწიფოდან შემოტანილ აგრარულ პროდუქციაზე შენ გადასახადს ამატებ ზემოდან, ეს ნიშნავს, რომ შენ შიდა წარმოებელს აქვს კარტ ბლანში წარმოების, ფაქტიურად ის უფრო იაფად შემოდის ბაზარზე და კონკურენციაც ეცემა და ხარისხი ეცემა, ანუ ის აღარ არის ვალდებული, რომ იმ თურქული რო შემოდის გარედან, ის გარდა იმისა, რომ იაფია, ჩვენ შემთხვევაში რომ ვილაპარაკოთ, რასაც თქვა, გარდა იმისა, რომ ის იაფია, ამასთან ერთად იმას ხარისხიც აქვს, იქ კონტროლია გავლილი პესტიციდებზე და ასე შემდეგ. თურქეთში მაღალი კულტურაა უკვე წარმოების სასათბურო მეურნეობის განსაკუთრებით, იქ გამოიყვანეს სპეციალური დამამტვერიანებელი ფუტკარი, რომ იქ და ფუტკარზე ნახავთ თქვენ იქ რო იყიდება რაღაცები სუპერმარკეტებში, ფუტკარის ის აქვს ზედ ნიშანი დახატული, ანუ დამტვერიანებულია ბუნებრივი გზით და არ არის манипуლირებული დამტვერიანება, ხო? და იქიდან რომ ვეღარ შემოდის ეს მაღალი ხარისხის პროდუქტი დაბალ ფასად, შიდა მწარმოებელი იმას არ უწევს კონკურენციას, იმიტომ რომ იქ ის რაკიღა ფასი იმას აეწევა შემოსატანი, ეს დაამზადებს იმაზე დაბალი ხარისხის პროდუქტს და იმაზე იაფად გაყიდის და გაეყიდება. შესაბამისად, ეს თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვა ერთ მხრივ და ცალსახად კარგი არ არის ბაზრისთვის და მომხმარებლისთვის. მე როგორც ვიცი ეს, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა არ არის. მაგრამ ჩვენები ვერ შედიან იქ. აი აქაურ ზეთისხილ შეიტან, მაგრამ ზეითუნიზეც ვერ შეიტან. ხო. ანუ იქ არის აქ კიდევ გრადაცია, ანუ აქ შეიძლება რომ დაუშვათ შენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ქონდეს რაღაცა პროდუქცია, მაგრამ ქონდეს სეზონური კონიუნქტურა. რომ მე მოვიყვანე ამ სეზონზე, რომ ჩემთან ჭარბი რაოდენობა რომ აქვს და ვიდრე მაცივრებში დაბინავდება ეს სამაცივრო მეურნეობა ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენთან, ხო? და ვიდრე რაც გვაქვს, ვიდრე მაცივრებში დაბინავდება და ჭარბი პროდუქტია და ბაზარი გადატვირთულია რაიმე პროდუქტი, შეიძლება რომ 1 თვე ან 2 თვე ან 3 თვე იყოს სეზონის კონიუნქტურა და იმაზე იყოს სასაზღვრო ბარიერი. ესეთი რაღაცები შესაძლებელია და იყენებენ, თვითონ ევროპაშიც იყენებენ ესეთ რაღაცებს, მაგრამ ცალსახად რო თქვა რომ ეხლა ჩვენ ახლა ჩავკეტოთ რომ იქ გარედან არ შემოვიდეს, ეს ბაზარს გაანადგურებს. შაკეტოზე არაა პრეტენზია, რამდენადაც პრეტენზია იმაზეა რომ მაგალითად ერთ-ერთ სხდომაზე ვიყავი. საპარლამენტო სხდომა იყო ქართველი ბიზნესმენები იყვნენ, რატომ და ესე დამპატიჟეს. მომესმინა, უბრალოდ მაინტერესებდა ქართულ-თურქული ურთიერთობა იყო და ერთი იყო ინდაურების ფერმა ქონდა. და ამბობდა რომ ვერ გადამაქვს, იქ რომ არ შემატანინეს თურქეთში ჩემი ინდაურები. იქიდან გადმოდის ეს ინდაურები. ანუ რეალურად გამოდის ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, ისეთ სამხრივი, ისეთ ქვეყანაში რომელსაც აქვს პროდუქციული სტრუქტურა. კი ბატონო, ეგრეა ეხლა ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ? ეს უკვე ხელისუფლების, ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტის საქმე, ეს უკვე მთავრობამ უნდა მიხედოს ამ საკითხს, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ ეხლა რომ ტრამპმა ეხლა მარტიდან ძალაში შევიდა 25%-იანი სასაზღვრო ისა რა ქვია გადასახადი კანადის და მექსიკისათვის რა, მაგრამ აქ ჩვენთან ამბობდნენ მანამდის აი 2000-იანი წლებიდან აქეთ რომ აი ჩვენ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ის რას გვეტყვიან მაგაზე როგორ შეიძლება რომ ჩვენ ესეთი რაღაც ნაბიჯები გადავდგათ რა, ხმას არ იღებენ ისინი. ანუ შესაძლებელი ყოფილა თურმე, ხო? ჩინეთს დაუწეს ეს 15%-იანი ისა რა ქვია სავაჭრო
ტარიფი ჩინეთმა პირიქით ამერიკას დაუწესა 10%-იანი სავაჭრო ტარიფი და ყველა ეხლა უკვე იცავს თავის ინტერესებს. ეხლა უკვე ისეთ ეპოქაში შევიდა სავაჭრო ურთიერთობებიც, არა მარტო პოლიტიკური, დაუშვათ ეს პოლიტიკური რაღაცა კლასი, რომელიც დეგრადირებულია ევროკავშირში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არამედ მსოფლიო პოლიტიკური ელიტა ახალი იმპულსით, რომელიც შემოიტანა ტრამპმა ამ ურთიერთობებში, გადავიდა პირდაპირ ერთმანეთთან უშუალო ვაჭრობის და უშუალო დათვლის და კალკულატორის პოლიტიკაზე, რომ მე ამას შენთან შემოვიტან ამდენად, შენ ამდენი შემოტანა შეგეძლება ჩემთან ამდენად და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს. რა თქმა უნდა, თუ გვაქვს ჩვენ ამის პროდუქტი, ჯერ უნდა ვნახოთ. ეს იქ რო შეიყრებიან პარლამენტის იმაში დაუშვათ დარბაზში და იქ ბიზნესმენები და რაღაც რო იტყვე რომ ჩემი ინდაური იქ სხორცი იქ ვერ გადამაგდა, ჩემი იმას ვერ ყიდი აქ და რაღაცა. ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენ რა გვაქვს მართლა, რა ხარისხი გვაქვს. ეს უნდა ამას ჯერ ჭირდება კარგი შესწავლა, იმიტომ რომ არ უნდა აღმოჩნდეს ისე რომ ჩვენებს გონიათ რომ ამდენი გვაქვს და ამდენი გვაქვს და ახლა ჩვენ სინამდვილეში არ გვაქვს, ჩვენ ნედლეული არ გვაქვს. იმიტომ რომ იყვნენ მაგალითად პირადად მეუყოლია ჩამოყვანილი წარმოებლები, რომლებსაც უნდათ ვაშლის კონცენტრაციის წარმოება საქართველოში, ნედლეული არ არის. არა და ვიღაცებს გონიათ რომ ამ ხელა ვაშლის ბაღები გაშენდა კაცო. ხო, ნუში ჩვენ გვაქვს გაშენებული რამდენი 4000 ჰექტარზე გვაქვს რა. ხო, შიდა ბაზარის ვერ კმაყოფილდება ამით. კაკალი იგივე სხვა ღვინო რო ავიღოთ ჩვენ ახლა ღვინო გავიძახით რომ ეს ღვინო, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ევროპის ღვინის ბაზარს ხარისხებზე არ მაქვს ახლა მე ლაპარაკი რა, ეს სალკე თემაა. მე მაქვს ლაპარაკი დაუშვათ მრავალფეროვნებაზე და მე მაქვს ლაპარაკი რაოდენობაზე, ხო? იმ რუკაზე სადღაც აი ძალიან ქვემოთ ვარ ჩვენ. მოლდავეთიც გვისწრებს, რუმინეთი ხო გვისწრებს და გვისწრებს, რუსეთიც გვისწრებს და უკრაინაც გვისწრებს. კი აბა რა, ჩვენ საერთოდ იმ რუკაზე არ ვართ. მე თქვენ შემიძლია მოგიტანოთ ეს ახლა გერმანული კვლევა გამოიცა, ონლაინ ვიყიდე ის რაღაცა ძალიან კარგი წიგნია. იქ საერთოდ რუკაზეც იმაში ტაბელში ვერ ვართ ჩვენ. ანუ რას ვამბობ, იცით რომ ჩვენ შევიდეთ ესეთ იმაში ურთიერთობაში ვიღაცასთან, რომ შენ თუ ეს შემოგაქ, მე აქ ესეთ ბარიერს დაგახვედრებ, შენ სასაზღვრო ბარიერს და ეს ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენთან არის ჩანასახოვან დონეზე ძალიან ბევრი რა, მათ შორის მრეწველობა, მათ შორის სხვადასხვა რაღაცების წარმოება და გაყიდვაც კი. არა საბაზრო ლოგიკიდან გამომდინარე. რაღაცები უნდა კეთებდეს, სამდე რაღაც სფერო არ განვითარდება. კი, ესეა. და არ უნდა ჩავიციკლოთ მაინც და მაინც ერთ რაღაცაზე, არ უნდა ვიყოთ იმაზე, კი, ღვინის სამშობლო ვარ ჩვენ და ღვინო ჩვენი ბრენდია, ეს საქართველო და ღვინო უნდა იყოს ერთმანეთთან ასოცირებული და დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი პოტენციალი, ისეთი რაღაც პროდუქტების, რამდენიმე პროდუქცია უნდა დავსპეციალდეთ ჩვენ ისე, აი როგორ გითხრა, ეხა მაგალითად როგორც ირანელები არიან ფისტაზე. ხო? ფისტა საუკეთესო ჯიშები, ნერგს ვერ გამოიტან იქიდან, აკრო გაამრავლო. ფისტა საუკეთესო ჯიშები აქვს მათ. ხო, თურქებმა ბევრი იწოლეს, გამოიყვანეს თავის ჯიშები და აქვთ ეხლა. კი, მეცხვარეობაც, ხო? მეცხოველეობაც. მეცხოველეობის პოტენციალიც გვაქვს, ჩვენ იმიტომ ფისის გვაქვს, ხო? საბჭოთა კავშირის დროს, როგორც ვიცი, 1.5 მილიონი ის ყავდა, ცხოველი ყავდა. ხმიფეხა ცხოველი, როგორც ძროხა, ცხარი და ასე შემდეგ. ეხლა მგონი ბოლოს რას დაითვალეთ, ესე იგი, მეგონი 99 წლის იმით მონაცემებით თითქმის 2 მილიონზე ავედით და ეხლა ყავს მეგონი 200,000-ზე მაქსიმუმ. იმიტომ რომ კარგად იყიდება არაბეთში და აქედან მიყავთ პირდაპირ და ყიდიან არაბეთში ხორცს და სხვა ქვეყნებშიც, აზერბაიჯანშიც გადაყავთ აქედან. აზერბაიჯანი აქტიურად ყიდულობს. რო შევადარებ მონაცემები აზერბაიჯანის ჩამოგჩემოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსახლეობაც მეტი იყო საქართველოსი ვიდრე აზერბაიჯანის. კი ბატონო, იმიტომ რომ მაშინ აქ ცოტა სხვანაირი ცოდნა იყო საქართველოში მეურნეობის წარმოების, რომელი ალტერნატიული ეკონომიკური პროექტი, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირში, კაპიტალიზმის ალტერნატიული პროექტი, ხა, ცუდი იყო თუ კარგი იყო ის, ხო, ალტერნატიული პროექტი იყო კაპიტალიზმის, ის რაც არსებობდა საბჭოთა კავშირში და იმის მიხედვით საქართველოში ეს მეურნეობები არსებობდა და ვითარდებოდა. კოლმეურნეობის რაღაცნაირად მოდერნიზება შესაძლებელი იყო. არა, გამორიცხული იყო. მეურნეობების კი არსებობდა მაშინ კოლმეურნეობები, არსებობდა საბჭოთა მეურნეობები.
კოლმეურნეობები, სადაც კოლექტიური საკუთრებები ერთად იყო შეერთებული და რაღაცა ძალიან ძნელი იქნებოდა. აი აზერბაიჯანმა მეურნეობები გადაარჩინა, არის ბელორუსიაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაშინ ჩვენთან შემოვიდა ეს ფეტიში, აი როგორც ბოლო 15 წელია რომ ეს ევროკავშირი არის 64 წარმოდგენილი აქ რო იქ რო შეხვალ, უნდა გაუშვა ეს ხალხი და ნახონ როგორია ალბანეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და იმ ბოსნია-ჰერცეგოვინას და იმის სოფლები რა მდგომარეობაში არიან ის და იმათი მეურნეობები რა მდგომარეობაში ჩავარდა ევროკავშირში შესვლის შემდეგ პოლონეთი იგივე ხო და ეს უნდა იცოდნენ ჩვენება რომ ჩვენ რას მივიღებთ იმ ევროკავშირში შესვლისგან და რას დაკარგავ აქ რა გექნება აქ შენ წარმოებას დაგიტოვებს ვინმე დაუშვათ იგივე ღვინოზე რო ვთქვათ როდესაც 2023 წელს ბურგუნდიაში ზედმეტი ის არის ჭარბი საცავებში ღვინო და ტექნიკურ სპირტად გამოახდევინეს ღვინო და ფული მიცეს. ანუ მაგრამ ფული არც იჭმევა და არც ისმევა, ხო ესეა რა და ვერც როგორც აღმოჩნდა, ფულით ვერც ომს ვერ მოიგებ მარტო ფულით. იქ თურმე სხვა რამეებიცაა საჭირო. შესაბამისად ეს მეურნეობები რომელიც არსებობდა მაშინ შეიძლებოდა რომ ეს მიწები არ უნდა დანაწილებულიყო. ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული და ეს იყო ყველაზე დიდი უცოდინრობა მაშინ რომ ეგონათ რომ არის მაშინ ერთი ადამიანის ხელში უნდა იყოს ეს დიდი არა ერთი ადამიანი როგორც დაუშვათ იქ ეხლა არის აი პრინცი ჰანოვერი ხო არსებობს ჰანოვერის პრინცი დღესაც არსებობს და იქ გერმანული დიდი ტყეები როა და რაღაც ის სულ საკუთრებაა აი დაუშვათ ის ჰაბსბურგების საკუთრება რაც იყო ტყეები გადაეცა ავსტრიის ფედერალური ტყეების სააგენტოს რომელიც სახელმწიფოა და კონსტიტუციაში უწერიათ რომ იმ ტყის გაყიდვა არ შეიძლება ანუ ეს ყველაფერი ჩვენთან იყო რაღაც წარმოდგენითი ის ქონდა აი სიგუარო უყირო და ხო გითხარით რომ ეს მიწები დაარიგეთ რატო არ არიგებთ მიწებს ხო ეს დაარიგეთ და ეს ქარხნები რომ ვიღაცებს და ეგონათ რომ უკვე კერძო რო იქნება ის ქარხანა უკვე ბოლოს ამოუშვებს და მისით ამუშავდება მაგრამ ეს ესე არ იყო მე ხარ განსხვავება მაგალითად ეს ესე ამიტომ ბოდისვიხდი დავასრულებ ერთ რა ამიტომ იყო რომ ჩვენ 1991 წლის მაისში მივიღეთ კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ პრივატიზაციას ისე როგორც ეს გააკეთეს მერე სამხედრო გადატრიალების შემდეგ მარჯვნივ და მარცხნივ რო დაარიგეს თავის მეგობრებს რო დაურიგეს ეს ქარხნები ხო გარდამავალი პერიოდი იყო იმისთვის საჭირო რომ მოსახლეობა გამხდარიყო მსყიდველობით უნარიანი შეჩვეოდა ახალ ეკონომიკურ ფორმაციას და ცოდნა ქონდოდა იმისი როგორ უნდა ემუშავებინა ქარხანა ან როგორ უნდა ეცხოვრა სოფელში ხო რო გითხულობთ მაგალითად პოლონეთში როგორ მოხდა პრივატიზაცია და საქართველოში თითქოს ერთნაირად დაიწყო, მაგრამ მე პოლონეთმა შეცვალეს ესეთი მომენტი. ჩვენთან იყო ესეთი, ვინც იყიდდა ქარხანას, ვინც მეც გადაიხდიდა, იმის იყო ქარხანა. პოლონეთში ესე არ იყო. პოლონეთში იყო ის, რომ ვისაც ყიდვის გარდა უნდა ქონდა განვითარების გეგმა. ჩვენთან არ იყო არანაირი გეგმა. ამიტომ ქარხანები დაიშალა ნაწილებად გაიყიდა. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მცირე ჯგუფი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა საერთო საკუთრების დიდი ნაწილი. მივიღეთ სიტუაცია, სადაც უბრალოდ ვეღარ დაასაქმებდი ამდენ ადამიანს, შეუძლებელი იყო და ამის გარდა მივიღეთ, ისეთი ვარდნა ეკონომიკური, რომელიც მეგონი არც ერთ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას არ ქონია ესეთი ეკონომიკური ვარდნა. მეორე მხრივ თქვენ ახსენეთ, რომ არის გარკვეული პრობლემები საქართველოში. სააკაშოს ქონდა, სააკაშოს არა, ბენდუქიძეს. რომ აი არა ვართ რა ეს აგრარული სახელმწიფო და არ გვინდა დავანებოთ მაგას თავი. ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ალტერნატივა რა არის? არა, მე ამას არ ვიზიარებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ესეთი დაცვა გააკეთეს მაშინ, ხო? რომ არ გვინდა ესა და მოდი სხვანაირ ეკონომიკაზე გადავიდეთ. მე დაიწყო სინგაპურზე ლაპარაკი და კიდე სხვა რაღაცებზე ლაპარაკი. აი ხლა რეალურად რო შევხედოთ ჩვენ სურათს. ხო, ერთი არის რომ რაღაცა იდეალიზება ხდება ჩვენი აგრარული სფეროს, რომელიც მგონია რომ ცოტა გადაჭარბებულია. ძალიან გადაჭარბებულია ცოტა კი. მეორე მხრივ არც ესეთი უგულებელყოფა არ მინდა, როგორც ბენდუქიძემ გააკეთა. ანუ რა პოტენციალი გვაქვს სიამდვილეში? რა შეგვიძლია პოტენციურად? პოტენციალს განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსები და გონებრივი რესურსები, ხო? ბუნებრივი რესურსები ჩვენ გვაქვს წყალი, ჰიდრო რესურსები გვაქვს ჩვენ
ჭარბი ჰიდრორესურსები გვაქვს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში ჰიდრორესურსების ნაკლებობა გვაქვს. ეს მოსაგვარებელი პრობლემა. ანუ წყალი გვაქვს ჩვენ და ჩვენ გვაქვს მიწა. მე როგორც ვიცი, აღმოსავლეთში ფრანგული კომპანიები უბრალოდ არ შეგვიშვებენ. არა, მე არ გეუბნები იმაზე, რა ქვია, მინერალურ წყლებზე. არ გეუბნები. საერთოდ წყალი, ჰიდრორესურსი, ეს არის ელექტროენერგია, ეს არის დაუშვათ იქ აკვაკულტურის განვითარება და ასე შემდეგ. ანუ რესურსი ჩვენ ახლა არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი გვაქვს, არც მეტალები გვაქვს, ისეთი ახლა მეტალები ხო ხედავთ როგორ მოდაშია, იშვიათი მეტალები. დღეს ლუკაშენკომ გაცა ის რა ქვია, ბრძანება რომ ჩვენცო რაღაც მეტალები გვექნება ვაკო და კარგად გათხარეთო მან და ნახეთო, თუმცა ბელორუსიაში ტორფის გარდა ისეთი რაიმე ბუნებრივი რესურსი მაგათ მიწაში არ აქვს. ხო და რა შეიძლება საქმე რომ ჩვენი რესურსები და ჩვენი განვითარება რო ავიღოთ ამ ხრივ რომ ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ამის განვითარება გადაჭარბებულია ის რომ ჩვენი მიწა საუკეთესო მიწაა და ასე შემდეგ ჩვენზე უკეთესი მიწები სხვებსაც აქვთ ბევრი დამლაშებული ეროზირებული ნიადაგები გვაქვს ჩვენ მაგრამ შეიძლება აქ რო განვითარდეს სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე ოღონდ უნდა განვითარდეს შვეიცარიული მოდელით ეს არის ცოტა პატარა ბაზარი და ძვირფასი პროდუქცია ანუ ეს უნდა იყოს პროდუქცია იყოს ხარისხზე ორიენტირებული და არა რაოდენობაზე. ეს მოდელები არსებობს ისეთი, რომელიც შეიძლება რომ ჩვენთან ეს გამოყენებული იყოს და ჩვენ განვავითაროთ ეს. მაგრამ გააჩნია ჩვენ რა შეგვიძლია, ხო, ეხლა თუ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ეხლა ერთი პერიოდი იყო, რომ ბიტკოინების ის იყო ბუმი, მაგრამ ეს ბიტკოინების ბუმი ემყარებოდა იმას, რომ დენს იპარავდნენ და იმითაც წარმოებდნენ ამ ბიტკოინებს, ხო? მაგრამ თუ ზუსტი ტექნოლოგიების განვითარება შეგიძლია, ჩვენ ბუნებაში ეს ჩვენ ბუნებრივ იმაში არის ეს, რომ შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, ეს უნდა ვნახოთ. გამოცდა უნდა ამას. რაც შეეხება სხვა ჩემი ანალიზით და ჩემი შეხედულებით, ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობა, ეს არის გადაზიდვები, იმიტომ რომ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ძალიან კარგ გეოგრაფიულად ღმერთისგან საჩუქრად გვაქვს და დაცული გვაქვს ეს კბილები და სისხლით ეს ადგილი ჩვენ სადაც ცხოვრობთ, ხო? აი ეს გადაზიდვების ტექნოლოგიები, ეს გადამამუშავებელი მრეწველობა იმისა, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, აქ გადავამუშაოთ და აქედან მერე გავყიდოთ სხვაგან, ხო? აი ეს ნიშა უფრო მეიმედება მე რაღაც გარკვეულ პროდუქტებზე, რასაც ჩვენ შევძლებთ. ვიდრე ის რომ დაუშვათ მოვედოთ ყველაფერს და აი ისიც შეგვიძლია, ესაც შეგვიძლია და აუცილებლად უნდა ევროკავშირში შევიტანე ღვინო ამბობენ ევროპის ბაზარზე მოვიკიდე ფეხი და ეს ევროკავშირის ბაზარი არის ძალიან პრეტენზიული და ძალიან ძნელად შესახწევი ბაზარი, სადაც შენ არავინ არ გელოდება იქ. იქ არის კვოტები დაწესებული, დიდი სახელმწიფოები იმ კვოტებს არ დაგითმობენ არანაირად. იქ არავინ ხელგაშლილი არ შეხვდება იმას ქართულ მეღვინეს რომ ახლა მოდი და შენი ღვინო მოიტანო, იმიტომ რომ იქ ჩასაფრებული არიან როგორც გითხარი ფრანგი მეღვინეები და ესპანელი მეღვინეები და იტალიელი მეღვინეები. აღმოსავლეთში და აზიაში დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენ. აზიური ბაზარი არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ბაზარი და ახლო აღმოსავლეთის ბაზარი. ეს არის ყველაზე უფრო ახლომდებარე ბაზრები ჩვენთვის, ხელმისაწვდომი ბაზრები, მენტალურადაც უფრო ახლოს არიან ჩვენთან და გეოგრაფიულადაც უფრო ადვილად მისაღწევია. რა თქმა უნდა, სტანდარტები უნდა გქონდეს ჩვენ იმათზე მაღალი, რომ ჩვენ პროდუქციაზე იყოს მოთხოვნილება. ისე არ უნდა იყოს, რომ ძველი ის რო აქვს შემორჩენილი, ახლა ქართულ ჩაის გავიტან მე დაუშვათ ყაზახეთში რაღაცა ნაგავს და იქ მაინც გავყიდი, არა, ესეთი რამე არ უნდა ქართულ ჩაის განვითარება პრინციპში დამოკიდებული იყო იმაზე, რომ სუბსიდირების გარდა ესე იგი ციხეებში, ხო, საბჭოთა ციხეებში ძირითადად ქართულ ჩაის ვამდნენ და ჯარში. ანუ სახელმწიფო ყიდულობდა რეალურად. ეხლა რუსეთში ქართული ჩაის გარდა სხვა ჩაი არც იყო, მერე შემოვიდეს ინდური და ჩინური ჩაი. ეხლა ეგეთი ის არ ექნება. ეხლა რა თქმა უნდა არ ექნება ის თაობა, რომელსაც ახსოვს, რომ აი რაღაცა ქართული ჩაი და ღვინოების სახელები იციან, ის წარმავალი თაობაა. წარმავალი თაობა უკვე და ახალმა თაობამ უკვე ეხლა ქართულ ჩაის რატო იყიდი შენსას თუ ხარისხი არ გექნება ისეთი მაინც როგორიც აქვს დაუშვათ ინდურს, ჩინურს, იაპონურს ან ტაილანდურს ან რომელიმე ისეთ კარგი ხარისხის ჩაის წარმოებელ ქვეყნებს თურქეთს იგივე
ეხლა თურქული ჩაის კულტურა სხვა არის და ჩინური ჩაის კულტურა სხვა არის, აბსოლუტურად მოდუღების ტექნოლოგიიდან დაწყებული, წარმოების ტექნოლოგიით დამთავრებული, ყველაფერი სხვა არის, ხო? მაგრამ ჩვენი ბაზრების საერთო ჯამში, ჩვენი პროდუქციისთვის, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ ვაწარმოოთ და ჩვენ ვიყოთ რაიმეს მწარმოებელი ინდუსტრიული ქვეყანა. ინდუსტრია მთავარი და არა ის რომ დაუშვოთ ჩვენ ევროკავშირში შევიდეთ და დავჯდეთ მერე და ჩვენი ახალგაზრდები წავიდნენ იქ სამუშაოდ და აქ იყოს მოხუცებულთა თავშესაფრები მარტო საქართველოში და რაღაც სუბსიდიას ვიღებდეთ ბრიუსელიდან და უყუროთ ურსულა რამდენს გადმოგვირიცხავს ყოველთვიურად და ასე შემდეგ რა. ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ინდუსტრიული ქვეყანა და ვაწარმოოთ რაღაც და ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ უნდა შევქმნათ წარმოების წინაპირობები, საკანონმდებლო ბაზა და ძალიან კარგი სამეცნიერო ბაზა. აი რო ამბობდნენ რომ ჩვენ აქ ერთი იმას შეგეკითხებით. ჩვენ აქ უნდა მოსამართლეები დავასრულებ რა. რომ აი მოსამართლეები უნდა ჩამოვიყვანოთ და რაღაც მოსამართლეების ჩამოყვანა შეგვიძლია ჩვენ რომ ძალიან კარგი ეკონომისტები ჩამოვიყვანოთ და ძალიან კარგი აგრარული პოლიტიკის სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ, ძალიან კარგი მეცნიერები ჩამოვიყვანოთ, რომლებიც აქ განსაზღვრავენ ჩვენ იმას. ახლა ხო არის ის მოდურია ძალიან ეს ჯეფრი საქსი და ვიღაცები, ეს ჯეფრი საქსი ბალცეროვიჩთან და იმათთან ერთად აკეთებდა იმ რეფორმებს, რომლებიც ის ქვეყნები დაღუპა მაშინ. ეხლა ლაპარაკობს სხვანაირად ჯეფრი საქსი, თორე მაშინ 90-იან წლებში ეგენი აკეთებდნენ იმ რეფორმებს, რომლებიც ეს შოკური თერაპია ეგ იყო მრჩეველი იმის, რა ქვია, გაიდარის და ჩუბაისის, აბარა. ანუ მაშინ სხვანაირი შეხედულება იყო ამაზე. ეს ეხლა რომ ნახეს ამას შედეგად რაც მოაქვთ, თავის შინაგანმა კულტურამ ამ ადამიანებს არ მიცემ ის საშუალება რომ გაეგზელებინა ის ტყუილი, რა ტყუილშიც ეს ქვეყნები ჩაძილეს მათ და უბედურებაში. ბატონო, ერთი შეკითხვა მქონდა, აი თქვენ აკვირდებით, ერთი მიმართულებით პრინციპში, მაგრამ მაინც არის ჩვენთან ეს ცოდნები ეხლა ამ წამს რომ ამაზე პოლიტიკა დავაშენოთ თუ ეხლა იმის დრო არის რომ ფული ჩავდოთ, ინვესტიციები ჩავდოთ განათლებაში და 10 წლის შემდეგ დაველოდოთ ამის შედეგს. პარალელურად უნდა გაკეთდეს ეგ რა. ეხლა ბოდიშ ვიხდი ცოტა ისე კი მომდის რა ორივე აუცილებლად გასაკეთება. განათლების სისტემა კარდინალურად და რადიკალურად თუ არ შეიცვალა საქართველოში, ხო ძალიან ძიმე სურათს მივიღებთ ჩვენ. ჩვენ გვეყოლება ცოტა ხანში ძალიან ბევრი ბიზნესის ადმინისტრატორი, მაგრამ ბიზნესი არ იქნება ჩვენთან. ანუ მე აი ხლა გამოცილი მაქვს ჩემ თავზე რაღაცა იქ თანაშემწეს და ვიღაცებს ვეძებ ხოლმე ხანდისხან რომ რაღაც პროექტები რომ აქ რომ ავიყვანო ვიღაცა ვერ ნახულობ რომ მოვლენ გასაუბრებაზე რაღაც ელაპარაკები რა ცოდნა აქვთ რაღაც ძალიან ისეთი რა გაურკვეველი რა ძალიან გაურკვეველი ამიტომ განათლებაში რა თქმა უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაგრამ ამის პარალელურად აუცილებელია რომ სახელმწიფომ იპოვოს იმის რესურსი რომ გვერდზე დაუდგეს სადაც კი თითო მწარმოებელია და შეისწავლოს ისტორია და ვინც გაძლო 5 წელი და არ გაკოტრდა და არ გაყიდა თავის მეურნეობა აი იმათ უნდა მიხედოს პირველ რიგში მე აი ინტელექტუალური რესურსი ნუ არსებობს ამის იმიტომ რომ აი ეხლა არასამთავრობო ორგანიზაციები ისრულტავდნენ ამ ინტელექტუალურ რესურსს, ხო? და ეს ადამიანები თუ კი ეხლა USAID-ის ისენი ხურება პროექტები და სხვები და ეს ადამიანები ფაქტიურად რჩებიან ეს ინტელექტუალური რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელი, ისინი არ უნდა დარჩნენ მათი რესოციალიზაცია და ქვეყნის სამსახურზე ორიენტირება აუცილებელი, იცი? რომ აი დაუშვათ მათ აქვს ცოდნა, არა მარტო ენის ცოდნაზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ არის სპეციფიურ ცოდნებზე ლაპარაკი, ხო? და არიან ესეთი ადამიანები და ესეთ ადამიანებს უნდა აუცილებლად გამოყენება ამ საქმეში რა. მაგრამ აი ხა ეკონომიკურ რაღაც მოდულზე რო ვისაუბრეთ. აი იაპონიის მაგალითი. იაპონიაში არსებობდა სახელმწიფო კომპანიები. და ის რო განვითარებაზე და ცოდნაზე ააგეს საკუთარი ეკონომიკა, ეს იმიტომ ააგეს რომ მათ აი 5 წლიანი 10 წლიანი პროგრამები ჰქონდა. ჩვენთან ეს პრობლემა სერიოზულად არის, იმიტომ რომ ჩვენი პარლამენტარი ფიქრობს მაინც იმ პერიოდზე სადაც ის იქნება, ნუ რა ვიცი, ხო მაქსიმუმ 4 წელი. მას არ შეუძლია ის პოლიტიკა აწარმოოს, რაც 10 წელზეა გათვლილი. ეს ახლა ეგ ამ რეალობას ხედავთ. მაშინ რაღაცა უნდა არსებობდეს,
რომელიც იქნება დიდხნიანი ინსტიტუტი. ამ ქვეყანას არ გააჩნია ესეთი გამოცდილება, რომ რაღაცა მემკვიდრეობითი ინსტიტუტი არსებობს. არ არსებობს ესეთი რაღაც. კონსტიტუცია არ არსებობს ესეთი. არათუ ეს ინსტიტუტი. კონსტიტუცია არ არსებობს. ყოველი ახალი ხელისუფლება ახალი კონსტიტუცია. რა ძალიან სამწუხაროა. ხო. როგორ ხედავთ თქვენ, ანუ ეგ სახელმწიფო კომპანიები უნდა შეიქმნას ამისთვის და უნდა დაიწყოს ფიქრი ამაზე თუ მაინც რაღაცა ლიბერალური ეკონომიკის მოდელით ფიქრობთ, რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება. კლასიკური ლიბერალური ეკონომიკის მოდელები თლად ხელწამოსაკრავი არ არის. ლიბერალიზმი, რასაც დაამსგავს ეს ბოლოში ამ მემარცხენე ექსტრემისტებმა, ეს ვოუ კულტურით და სხვადასხვა იდეოლოგიებით რო გამოტენეს ეს ლიბერალური ეკონომიკის სახელმძღვანელოები და უნივერსიტეტები, ეს ძალიან ცუდი იყო, თორე კლასიკური ლიბერალიზმის ხელწამოსაკრავი არ არის. რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიებს, პატარა ბაზრისთვის ცოტა ძნელია. პატარა ბაზრისთვის უფრო, მაგრამ ახლა სახელმწიფო რა, მთელი ამდენი წლის 10 წლეულების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაზე ესეთ პროპაგანდა, რომ სახელმწიფო საკუთრება ყველაზე ცუდი საკუთრებაა. და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გაყიდოს, როცა ამბობენ, ხო? არა რო ნახოთ ეხლა ხო ჩვენთან ახლა მე მქონდა მაგაზე დიდი ისენი ხომ კამათი რომ აი ამბობდნენ რომ აი ეს ტყეები უნდა გავყიდოთ რომ კი კარგია კერძო ტყეების წარმოქმნა ცუდი არ არის მაგრამ ეს რანაირად უნდა გაყიდო მე ვეუბნებოდი რომ ტყის გაყიდვის დაახლოებით 6 ვარიაციას მე გეტყვით რაც მიღებულია იმაში რა ქვია იგივე ევროპაში ხო მაგრამ თქვენ გინდათ რომ ჩაქვიჩის ქვეშ გაყიდოთ ეს ყველა ნედლეულზე ესე იყო და ყველა რესურსზე ესე იყო. სახელმწიფო კორპორაციის შექმნა დაუშვათ იგივე წყლის, როცა იყო თავის დროზე ამაზე ლაპარაკი, იყვნენ ვიღაცები, მაგრამ უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ მე წარმოიქმნება ხოლმე ჩვენთან ესეთი რაღაც, რომ აი იქ ვიღაცა ტიპები ჩაჯდებიან და იმათ ხელში ექცევა ეს. ხვდებით რა შეესაქმე, რომ სახელმწიფოს სახელით მე გელაპარაკება ის ადამიანი, რომელიც განკარგავს სახელმწიფო რესურსს, მაგრამ ძალიან არაეფექტურად. ანუ ეს არის ძალიან რთული საკითხი. სახელმწიფო საკუთრებები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირშიც არსებობს, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და კანადაშიც და კანადის ტყეების 90% სახელმწიფო საკუთრებაა. და ფინეთზე რო ამბობენ, რომ აი ფინეთი და იქაც 70%-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაა. ანუ სახელმწიფო საკუთრებაში წარმოებებით შეიძლება, რომ არსებობდეს დიდი ფირმებით შეიძლება და დიდი ბრენდებიც შეიძლება რომ არსებობდეს, თუმცა ამას უნდა კონდეს რაღაც ტრადიცია. ჩვენთან ამის ტრადიციები არ არის, ეკი არა მშვენიერი ძველი ვაგზლის შენობა თბილისში დაანგრიეს და იმის ადგილას ახალი ააშენეს, გადასარევი შენობა იყო, გვერდზე აეშენებინათ ეს ახალი ხო შეიძლებოდა არა, ან დაუშვათ იქიდან 1-200 მეტრში. ეს ტრადიცია რომ ძველი შეინარჩუნონ და არ გაანადგურონ ბოლონდის ახლის სახელით, ჩვენთან არ არის. ერთადერთი წარმართულმა ქართულმა კულტურამ გააკეთა ისე რომ ქრისტიანობად ისე გადავიდა რომ დაუშვათ ის წარმართული ელემენტები შეინარჩუნა და ქრისტიანობას მიიღო თორემ მატერიალური ეკონომიკურ იმაში რა ქვია ცხოვრებაში ახალის დამკვიდრება სპობს ძველს რაც კარგი და სწორი არ არის ჩემი იმით რა ქვია აი ბოლოსკენ მივდივართ აი რა შეიძლება რა გამოცდილება შეიძლება ეხლა რა გამოცდილება შეიძლება დავაშენოთ რაღაც ახალი სტრატეგია. მე ისეთი განცდა მაქვს, რომ მაინც ეს როდესაც რაღაც გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, მაინც მეტნაკლებად წარმატებული ქართული სოფლის მეურნეობის მაგალითები მაინც საბჭოთა კავშირიდან აქვს. გვინდა არ გვინდა ესე. ადრეც ჰქონდათ, რატო ადრე ქართული კარგი მეურნეობის ადრე ხო არ ვიცი როგორი იყო, სხვა ეპოქა იყო. არა, შესწავლილი არის სხვათა შორის, არის ბაბილინა ლომინაძის ძალიან კარგი კვლევებია და ვერა ბარდაველიძის ძალიან კარგი კვლევებია ძველ ქართულ მეურნეობებზე, ტრადიციული მეურნეობების წარმოებებზე და ასე შემდეგ. არის, მაგრამ ამას სწავლა უნდა და ამას შესწავლა უნდა და ეხლა ჩვენთან უკვე სამწუხაროდ ეს კულტურა რომ დაუშვათ ღრმად და ისე შეისწავლონ ეს მეურნეობის წარმოების ფორმები როგორი იყო და რანაირად მოყავდათ ჩვენთან და როგორ და რომელ ბაზრებზე ყიდიდნენ, ხო? და სად იყო მოთხოვნადი ჩვენი. ეხლა თანამედროვე იმას რომ შეუფარდოთ ჩვენი თანამედროვე ბაზრებს. ამას ძალიან ისეთი სერიოზული სამეცნიერო მუშაობა ჭირდება და პრაქტიკული მუშაობა ჭირდება და აი როგორც თქვი, ჭირდება შეიძლება 1, 2 ან 3 ლეგისტრაციის პერიოდი. აი
ერთი არჩევნები, ორი არჩევნები, სამი არჩევნები არის რაღაცა ინსტიტუცია, რომელიც ამაზე მუშაობს და აი სადღაც 8 წლის ან 10 წლის თავზე რაღაც გამოკვეთს ზუსტ მიმდინარეობებს, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვანაირი კულტურაა. ჩვენთან არის ისეთი აი ვაუჩერებით რო ქარხნები იყიდეს. ანუ გუშინ რო საბჭოთა კავშირიც იყო და დღეს რო შენია. აი ესეთი კულტურაა ჩვენთან რა. უცებ უნდა გამდიდრდეს. ხო ამას ხო სხვანაირი ბანკი ჭირდება. აი ეს მთავარია. ამას ჭირდება სხვა კაპიტალი. მე ამას გეუბნებოდი თქვენ რომ ეს კაპიტალი რომელიც ჩვენთან არის საბანკო წესრიგი კი არსებობს ჩვენთვის, მაგრამ თვითონ კაპიტალი არის ძალიან არაჰუმანური. როგორ შეიძლება რომ კაპიტალი არ იყოს დაინტერესებული. ხო. აი ამაშია საქმე. პირიქით, ხშირ შემთხვევაში შენი წარუმატებლობითაა დაინტერესებული. ხშირ შემთხვევაში კი რომ 99%-ით ეგრეა. ანუ ეს როგორ შენ გაკოტრდა მეტი? ოღონდ კი, მაგრამ აი იქ სახელმწიფოს თანამონაწილეობა იმ სუბსიდირებულ კრედიტებში მაგითაა კარგი, რომ იქ სახელმწიფო მაინც კონტროლის აწესებს იმაზე და სახელმწიფოს მაინც თავის კრიტერიუმები აქვს და ბანკი ისე ხელწამოკლით ვერ გიყურებს შენ. ამიტომ ეს სახელმწიფო მთლად როგორც სახელმწიფოს მტრები არიან ჩვენთან გადმოყოლილი ძველი ესე იგი ლიბერტარიანული ეკონომიკის მოყვარულები ისე არ არის. მოკლედ ისე გავიდა ეს 1 საათი რომ მართლა ვერც კი შევნიშნე საათისთვის რო არ დამინდა. იმედია კიდე გვესტუმრებით, იმიტომ რომ ვერ დავასრულეთ იმ სხვა თემებზეც მინდოდა საუბარი და ვერ დავასრულეთ. იმ თემებზე ყველა ლაპარაკობს და ჩვენ ახლა ისე თემებზე ვილაპარაკეთ, რომელიც ხო, ბევრისთვის ალბათ საინტერესო იქნება. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. ჩვენ ძირითადად ქართულ სოფლის მეურნეობა შევახეთ და ეს საკითხი არის ჩვენი საერთო ინტერესის სფერო. ეს არ არის მარტო რაღაცა ერთი ადამიანის ან ორი ადამიანის საფიქრელი საკითხი, იმიტომ რომ ამაზე უნდა დადგეს რაღაცნაირად შეთანხმება უნდა იყოს და საზოგადოება უნდა დადგეს. უნდა ვიფიქროთ როგორი საზოგადოება გვინდა. და როდესაც ამ საკითხებზე საუბრობთ, უნდა გქონდეს რაღაც რეალისტური წარმოდგენა. ამიტომ ისეთი სპეციალისტები, როგორც ბატონი ბიძინაა და კიდე სხვები, უნდა იყვნენ ჩართულები აქტიურად ესეთ საკითხებზე და უნდა გვესმოდეს მათი აზრი ყველგან. არა მარტო პოლიტიკაზე, არამედ განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც ჩვენ ყოველდღიურობას ეხება. დაწერეთ კომენტარები, იაქტიურეთ, თქვენი მოსაზრებები დაწერეთ, აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა, მოვალ შეხვედრამდე.